სალათი ოლივიე. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი. მაგრამ იცოდით, როგორი იყო ის სინამდვილეში? მისი შემქმნელი ფრანგი ლუსიენ ოლივიეა, მოსკოვში 1860-იან წლებში. და ეს შედევრი იყო. როჭოს ფილე, კიბორჩხალის კისრები, შავი ხიზილალა და საიდუმლო соуსი. მას მიირთმევდნენ როგორც დახვეწილ კომპოზიციას და არა უბრალოდ არეულ სალატს. ოლივიე соуსის რეცეპტს მკაცრად ასაიდუმლოებდა. ლეგენდის თანახმად, მისმა თანაშემწემ ინგრედიენტებს თვალი მოჰკრა, მაგრამ პროპორციები ვერ გაიგო და მოგვიანებით მსგავსი სალათი სტალიჩნი შექმნა. რევოლუციის შემდეგ კი ფუფუნება გაქრა. როჭოები ძეხვით ჩაანაცვლეს, კიბორჩხალები სტაფილოთი, კაპერსები მწნილი და უმეტეს მწვანე ბარდა. ასე დაიბადა ჩვენთვის საყვარელი სალათი. მაგრამ ისტორია არ დასრულებულა. დღეს ოლივიეს მთელ მსოფლიოში რუსულ სალათად იცნობენ. ესპანეთში მას თინუს უმატებენ, ირანში ქათამს, იტალიაში კი პიკანტურ ბოსტნეულს. ნამდვილი მსოფლიო ვარსკვლავია. ორიგინალური შედევრი თუ ჩვენთვის კარგად ცნობილი ოლივიე, თქვენ რომელს აირჩევდით?